ორივე გუნდი მოედანზე იყო 4-2-3-1 ფორმაციით გამოსული, მაგრამ მინდა დავიწყო საბურთალოთი. აა ბრავო ლევან ყორღალიძის ამ შესანიშნავი დუეტისთვის, ტეიდი ქარდავას დუეტზე მაქვს საუბარი, რომლებაც ფაქტიურად მოიგეს პირველი ტაიმი და ის ანგარიში 3-0-ად ტაბლოზე დაფიქსირდა შესრულებისთვის, მათი დამსახურება იყო ცალსახად. უბრალოდ დააკვირდით მათ გადაადგილებას, მათ უბურთო გადაადგილებას. როდესაც ბურთი ჰქონდა საბურთალოს, ისინი იყვნენ თავიანთ ნახევარზე, განსაზღვრული დისტანციით ერთმანეთთან დაშორებით, რაც საშუალებას აძლევდა გუნდს, რომ ბურთი კარგად დაეჭირათ და გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და key ფაქტორი არის, ტორპედო ვალდებული იყო, რაც შეიძლება მაღლა ამოსულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ ორი იაპონი, როდესაც აა თავიანთ ნახევარზეა, გინდა არ გინდა, უნდა ეთამაშო მათ პრესინგი, რომ ბურთი რაღაცნაირად მოიპოვო. მთლიანი ტორპედო იყო ამოსული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზურგს უკან ზონები და ცენტრში ზონები საკმაოდ ღია იყო. ეხლა ჩავრთავ ამ ეპიზოდს და თქვენთანაც კარგად მიხვდებით, რაზე მაქვს საუბარი. უბრალოდ დააკვირდით მათ გადაადგილებებს. ტეიდი გადავიდა დაზღვევაზე, დააკვირდით